მობძანდი შვილო, მობძანდი, ერთერთი გავანცობ, დედიკო, მობძანდი. კეთილი იყოს პირველ რიგში, დედიკო, თქვენი ფეხი ამ ოჯახში, აგი არის მოწყრიალებული, მოპრიალებული ბინა, თქვენ ხედავთ აგე რომ არის ლამინატი გაპრიალებული, იქით ერთი საძინებელი, აქეთ დედიკო მეორე საძინებელი შვილო, ყველა ოთახს თავისი სვერი წელწილი აბაზანა შვილო, რაფერც მოგიდებათ, როგორც მოგიდება შვილო, გინდა ცხენით გააჭერეთ, დაისვერეთ, მე ისევ გამოაჭერეთ დედიკო. თქვენს განკარგულებას მე გადაგლოცით, გაგაჭირეთ, რაფერც იქნება კი დედიკო. სხვები ცხოვრობენ ამ სახლში? არა, შვილო, რა კი, დედა, აგენი არიან, შვილო, მაგრამ მაგი არ არის პრობლემა, მე ეგ მოგვარდება 5 წუთში, შვილო. მოიცა, როგორ კაცო, ესე როგორ აქირევებთ, აქ თუ ვიღაცები ცხოვრობენ, ეგრე ხო ვერ მოვრიგდებით, ვერ შეთანხმდებით. არ არის, დედიკო, მაგი მომისმნე პრობლემა, თუ ვერ მოგვარდებით, შვილო, რაღაცნაირად ისე იქნება, რომ მოგვარდებით და ეს საწოლი ახლა იმხელაა, შვილო, რომ ერთად დავწვევი, დედიკო. King size-ია, შვილო, აგი. რა მოგეკადრებათ, შვილო. King size, რა ერთად დავწვევი. ანუ ერთი წუთით ამათ ეხა გააღვიძებთ ალბათ და გაუშვებთ, ხო? არა, დედა, მე რა არა, კი, შვილო, კი, ახლავე, დედიკო. ომარი, ნანა, თუ შეიძლება ადექით, შვილო, ახლა თქვენი დრო ამოიწურა, თქვენ გენაცვალეთ, შვილო, რაზია, ლაპარაკი მოთავსეთ, მოსულიერთით, ყავადალიეთ, რა ვარ საჭირო იქნება. ომარი, ნანა, ადექით, შვილო, არ არის რამდენი დრო. ჩემოდნები, იგი, სად არის? ბოდიშის მოხდით, დედიკო, თქვენ გენაცვალეთ, რა კაი ვიწრო ფეხები გაქვთ, კარგი გენეტიკის ბავშვი ხართ. რა ხდება, ხალბატონო? იგი, რა ქვია? ხომშვიდობაა, რა ხდება? სუ, ომარი, სუ, ახლა ადექით დამეხმარე, ნანა, იგი ჩანაგებაში დედა. ხალბატონო, რა ასაგეთ? რა ხდება? ვინ არიან ესენი, ხალბატონო, რა ხდება? შვილო. ესენი ვინ არიან და რა ხდება? არის, კი, იგი ცხოვრობენ აქ, შვილო, ჩამალაგებინი აგიში. ზატო გვილაგებ, რა ხდება, გამაგებინი. არა, ამოიწურა თქვენი დრო და ახლა უნდა მიბრძანდეთ, დატოვოთ ეს სახლი, სხვა ადამიანები მოდიან, ინდმეწარმე, ინჟინერი, ფილოლოგი, ქალბატონი, კონსერვია დამთავრებული. ერთი წამი, კაცო, რატომ ალაგებინებ ამ ჩემოდანს? არაფერი არ გითქვამ ჩვენთვის. არა, არ მითქვამ. მე თქვამ, შვილო, ახლა გითხარი, დედიკო და რა გითხარი, ერთი წამი? არა, დედა, რა მოგეკადრება, უფრო ბოდიში, ერთი წამი, ხალბატონო. ჩვენ ხო გვაქვს თქვენი სახლი ნაქირავები, აშკარად გვაქვს. ესენი ვინ არის? ანუ კიდე აქირავებთ? კი, შვილო. ანუ კიდე აქირავებთ? არა, დედიკო, რაფერ გავაქირავებ ახლა? მოიცა, არა თუ კი, არა, დედიკო. ეგ დანაშაული არის, ხალბატონო, ანუ დანაშაულია, შვილო, არ არის. დანაშაულია, ხალბატონო, რაც ლაპარაკობთ ეხლა. რა მოგეკადრება, შვილო, მის დღემში ტყუილი ინჟინერ, მექანიკოსი ხალი ვარ, მოჭადრაკე ყოფილი, მის დღემში ტყუილი არ მითხარ. ანუ რა გამოდის, რომ ანუ ბინას უნდა წავიდეთ? კი, go, of course. Of course, ერთი წამი, შენ იცოდი? ვიცოდი, არაფერი. გაიგე, დედიკო. ერთი წუთით რა, ჩვენ რო შემოვიდეთ აქ საცხოვრებლად, ეხა ერთად როგორ ვიცხოვრობ, საერთოდ არ ვიცნობ ამ ხოლმე. სადუნა შემოხვიდეთ. დედიკო, მაგი არ არის პრობლემა, შვილო, გენაცვალი არ ვიცნობთ, მაგრამ გაიცნობთ და რა ვიცი, ახლა აგი მშვენიერი გოგონაა, შენ მშვენიერი, ჩემი იგი რა ქვია, თამუნა მშვენიერი ადამიანია, მე როგორც ვახსენე, წეგან კონსერვატორია დამთავრებული დედიკო. ამას ახლა ერთი წუთით მაცადაშვილო ნუ ერევინე და ენაგისწრებს წინ, მე რო ახლა შენი ვიყო, შვილო, ამდეს მოვანაცვლებლი ბავშვი და ნათელ მირონობა, იფერი მადლიაშვილო. ისეთი დიდებული რამეა და ისეთ საქმეა, რომ აქ იცხოვრებდით ერთად, ბედნიერად, ჩეხმატკბილები. ანუ რა გამოდის ახლა, რომ ერთად უნდა ვიცხოვროთ? რანაირად ერთ სახლში ეგრე რა გამოვა, კაცო, რა ერთად არა, დედიკო, რა ვაკი, მეჭტერებით რო ვაქნებ, ამას მომეცი, შენიშნა, შვილო. ხო, როგორ შეიძლება? რაფერ, დედიკო, ერთად არა, ერთ სახლში უბრალოდ. ერთ სახლში რანაირად, კაცო, რა და ახლა რა ვაუხერხო მდგომარეობაში მაგდებ, ხალხო, რა იყო? რაღაცნაირად გიყვარდეს, ხალხო, ერთმანეთი. შვილო, ახლა მომისმენია, დედიკო, მაგი ნათქვამი მაქვს, მე ყველაფერი გაწერილი მაქვს, მე ვარ მოჭადრაკე, ფილოლოგი, მათემატიკოსი. ახლა ამ ეტაპზე მომავალ შეიქნება, არავინ არ იცის, შვილო. რის მენაში შენ მუშაობ, დედიკო, ესენი ღამის მენაში მუშაობ, ნანა დამემოწმება, აგერ რომ ამის მენაშია. დღეს შენ იქნები, შვილო, ღამე ესენი იქნებიან და ასე შეხმატკბილებულად. რა ფერცინებებს უფალი ისე. მოიცა, კაი, რას მეუბნებთ, ანუ ეს იმუშავებს ღამე, ანუ რა მე რო ვიმუშავებ, რა ღამე ჩემი ცოლი ამათან დავტოვა, ამას დაუტოვა, ჩემი ცოლი ვიღაც რა. არა, დედიკო, რა ვაგეკადრება, უცხო კაც, რა ფერ უნდა დაუტოვო, შვილო, მაგრამ ნახე ახლა რა ხდება. მისი ნებართვით, მისი სურვილი, თუ მოეწონება, აგი, არ არის მაგი პრობლემა, მაგრამ თუ არ იქნება ამოცხებს პანჩურს, თქვენ ცუდად არ გავიცით. არა, შტერია და მაგიტო. ვინ არის? ერთი წუთი შტერი. შვილო, მე არა, დედიკო, ჩემი ბიჭის ხერა ხარ, ჩემი გიორგის რა ფერ გეტყოდი? აბა ვიზეთ. მე ვარ კაცო შტერი, ეს ლაპარაკი. რა ფერ გეკადრება? მე
გოდის გიხდი დედიკო იმას უყურებდი და აქეთ გამივიხე რა ვაგიკადრე ბაშტერი არა შვილო კი მე ყველაფერი შვილო ხო ანუ ბოლო ანუ ვერ გავიგე რა უნდა რა ვახერხო მდგომარეობაში ჩამაყენეთ ახლა როგორ უნდა ვიცხროთ ამ სახში რომ დამიხსენეთ გამაგებინეთ ხო ეხა ანუ ან წავლენ და გაუშვით ხა ეს ხალხი და რაღაცა სად უნდა გამიშვა შემოძონ აქირავები აქვს ბინა ვიხდი ქირაში არა მე მგონი თქვენ ხართ თაღლითი თაღლითი არის აშკარად აბა რაფერ გეკადრება შვილო კი თუ არა ხალბატონო მე ვარ გავიგე ანუ ხართ არა მომისმინე ახლა შენ ნერვიული ბიჭი ხარ დაწყნადი პირი გიშლება რატო არ ვიცი მაგრამ მაგაზე მე არა უბრალოდ ამნერვიულდი ახლა პირი ხო მომისმინე იგი მოდი ახლა პირდაპირ გადავიდეთ დედიკო თანხაზე იცით როგორი იგი არის სიტუაცია არის ქვეყანაში მე შვილო მართლა არ გამოგართმევ დედიკო ერთ კაფეში თქვენ იცით ჩვენი ურთიერთობა ადამიანობა მეგობრობა მაგრამ რაში ახლა საქმე ამგეს მე ვართმე $500 შვილო ელემენტარული რომ რაღაცა საჭმლის ფული და იგი დანაზოგი რომ გავაკეთოთ დედიკო მაგრამ თქვენ უნდა გამოგართმევთ $800 რატო ისინიც ორნი არიან ჩვენც ორნი ვართ კი შვილო ამათაც მას ევართმევდი თავიდან $800 მაგრამ ახლა უკვე შეჩემათი ველაპარაკებით ერთმანეთს და ცოტა დაუწიე ფასი მე მეც დამიკელი შეჩემა ვაი შეგეცოთ ასე ერთად ჯავდა აფერისტი არამზადა გარეწარი ხარ შენ გარეწარი არამზადა აფერისტი რას ნიშნავს ეს ჩვენ ვიხდით თანხას ცხოვრობთ სახლში და ვიღაცები მოყავს ქალო რა ვიღაცები კაცო ერთი წამი მოყენეთ საქონელი ქალი მეთქი ამოიღე ხმა ნერვი არ გიტოკავს ჩახატი გაშეშებული ხოს არის ეს ამასო ხა ხალო ნერვი არ გიტოკავს საერთოდ როგორ გლანძღავდა არა შვილო დედიკო შესწამი ზუსტად 600 ადამიანი მყავდა აგე რა მოყვანილი ამ ბინაში და აღარ მიტოკავს ნერვი რა არ მიტოკავს სათქავდა ხალო ამოყვანილი აქ დედიკო როდის დღეს დედიკო დღეს დღეს რა დროს 10 საათი არის რა დროს დღეს დილითაც დედიკო და შენ რო გეძინა ღამის 2 საათზე მანდაც ამოვედი ისე ძალიან ისეთი ღმაზილი გაქვს შვილო და ენდოკრინოლოგს ფაისებზე გაარკვიე დედაშვილად გეუბნები ისე რა გადაწყვეტე შვილო თქვენ რა გადავწყვი ზავოდ მოგია რა ხდება რა ჭანდება ახლა მოვედი ჩვენთან სახში ცოტას მივალაგებ ახლა ხურობას და მე რომ მიყვარს ის შეიცვი რა ის შეიცვი უჭველი და ამოდი ეს არ ვიცი კაცო ვინ არის ბოდიში ერთი ბოდიში რა ხდება ბოდიში წვილი ყოფილა არ დაუმთავრებია ჩემო ცხოვრება ჯერ ამ წელს და ნახევარ საათი შეიძლება და მე ამოდი ყურადღება არ მიაკეთე ყურადღება რა ხდება ბოდიში შემოძო რა თქვენ ვიბრძანდებით ვაფშე ბოდიში რამდენს გართმევს ახლა ერთელ ხამეში რას მართმევს კაცო ერთი წუთი ერთ ვინ ხარ რას ბოდაო რა გინდა ვინტო გეუბნები ახლა ჩემ თავიც უნდა ამოვიდეს ახლა ხო 100 თავით ჯობია ეს ქალი რამდენ სიღებს კაცურად რას იღებს ერთი წამი ჩემოდო შენ ნორმალურად ჩემი ცოლი არის ეს ვინ არის ქალბატონო ახლა გავდღალიზე შუაზე მართლა ვინ არის ეს ძალადობა არ მინდა ძალადობა მაგრამ ვინ არის კაცო ეს გამაგებია ძალადობას გავლენ მომისმინი ახლა გავლენ ესენი ერთი ვიგინი ვინ გავა კაცო ვინ გავა თქვენ რა ვარც იყო ჩვენ რატო გავა ვერ გავიგე რა ეს ვინ არის რა შტერია ბიჭო შტერია გავა შეწკიდე რა იყო 1 საათი შემოვიდა მე ვაშტერი რა ვაგეთე მე ვაშტერი კი არა შენ რაფერი იქნებ შტერი იმაზე ვთქვი დედი მე რა შუაში რატო ვარ შტერი ქალბატონო ვინ თქვა შენ რა ვაგეკადრება დედი სახსენებადი ჯამთელი ბიჭი ხარ სავსე პირისაკით მაგას რაფერი ვიტყოდი აბა ვინ ეთქვი დედიკო ვინ კაცო ვინ რამე ჩემზია მოგავრა ეს კაცო მართლა მოგავრა რა გინდათ გამაგებინეთ არა დედა შენზე რაფერი ვიტყოდი ჩემი ომარის ხელა ხარ ჩემი შვილი შვიმი აბა ეს ვინ არის ბოდიში რომ დიყურებ ახლა ომარის თვალები გაქვს მაგას რაფერი ვიტყოდი შვილო ვერ არის ეს მაგარი ხალია ისუსტი ჩემოწმო რა გინდა ეს კაცი ვინ არის გამაგებინე ეს გავა 1 საათში შვილო ფეხზე ძლივ დგას ისედაც ამას რა თუ მოიცა ამასაც უნდა მიაქირაოთ ეხლა ვინა ჩვენი იმის კი შვილო აგიცხობ არა დედა რა ვაგეკადრება კი თუ არა ქალბატონო შენ გენაცვა დაგელაპარაკე ამას აბა მაგდებ ახლა რა ვაგეკადრება შვილო ნუ მოუყადე მე ხო ვიცი რომ სულ კი შენ გენაცვალე შვილო შენ სულ ეს მე მოგაქირავებთ ხოლმე ქალბატონო სად ვართ ამ დროს გიორგი ჩვენ აქირებ დღიურად აქირავებთ ხოლმე ჩვენ სად ვართ ამ დროს კი შვილო ჩვენ სად ვართ არა დედა რაფერ გავაქირავებ შვილო დღიურად რა წესაა ახლა არ დამარეკინო პოლიციას დედიკო რა პოლიციას ჩვენ დავარეკინო შეურაცხყოფა ეტა ეს
რა ცნება? კაი, რა ჯდება ამ სახლის კირაობა ბოლო-ბოლო? რა სახლის გირაობა? ერთი ვიხდი 800 დოლარი. 800 იხდი კაცო. ერთი წუთი, ვიხდი 800 დოლარი. ვიხდი 800 დოლარი. შვილო, ღმერთმა დაგლოცოს. კი ბატონო, 800 დოლარი თუ ჯდება ვიხდი მე 800. 900 დოლარს ვიხდი, ძმა, ორი თვე აქვს xoро. 950 ვიხდი. მოგიგო, შტერო, მოგიგო, შვილო, ამა. 1200 დოლარს გადავიხდი, აკაშურასიო. 2000 აი შენ გენაცვალ, წაგებული ხარ, შვილო. 4500 დოლარს ვიხდი 4500 დოლარს ვიხდი და დაგვანები. მოიგო. კი ბატონო, გადაიხადეთ და იცხოვრეთ აქ ჩვენ წავიდეთ სხვა სახში 4500 დოლარი აქ უნდა გადავიდეთ. შვილო, და თქვენი იყოს, კაცო, გამანებით თავი, დიდები. რა კენილო და დარჩენილი ყავა, ჩაი, იგი, შტერი. აგი. ანუ 4500. ანუ 4500 დოლარად, დედა. გენაცვალე, შვილო. შვილო, აბა ტყუილად კი არ მევიყვანე, შვილო, ესე ხო გითხარით? დედიკო, თქვენ აქედან არცად არ წახვა თქვა, შვილო. ხო გითხარით? ხო და გადაიხადეთ ახლა 4500 და იცხოვრეთ რამდენი ხანი წინა. გენაცვალე, შვილო. კი შემოგერო. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.